ვალების და განვადებების ფსიქოლოგიაზე მინდა ვისაუბროთ. და მიზეზსაც გეტყვით მე რატო გადავწყვეტე დღეს ამაზე საუბარი. ესე იგი მე ვარ თამარ საგინაშვილი და დილა მშვიდობის ეს უმოვიწყდება ხოლმე ამ ბოლოს. საქმე იმაშია რომ ფაქტობრივად ახლა ვალები და განვადებები ყველამ ვიცით ხო ეს გავრცელებული თემაა და მათაც კი ვისაც აქვთ საკმაოდ შემოსავალი ურჩევნიათ რაღაც საქმისთვის აიღონ ბანკიდან ეს სესხი და ისე გააკეთონ ხშირ შემთხვევაში ან თქვა თუ სახსყიდულობენ ურჩევნიათ სესხით იყიდონ და ის დაფარონ ნუ მოკლედ ყოველს თავის მიზეზობს არ აქვს ფული და იმიტომ იღებს და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში ვალები და განვადებები ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ყველა შემთხვევაში. ხო და ძალიან საინტერესოა რა იცით რომ ხშირად ხდება რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენს ირგვლივაც იქნებოდა ესეთი შემთხვევები როცა ადამიანი იღებს ვალს ან იღებს განვადებას და ანუ იღებს იმიტომ რომ დარწმუნებულია რომ გადაიხდეს უმეტეს შემთხვევაში ადამიანმა იცის რომ ამას გადაიხდეს ხო და მე ხდება რაღაც ეკარგება მოკლედ შემოსავლის წყარო ეკეტება რაღაცას კარგავს რაღაცა მოკლედ ყოველ შემთხვევაში ვეღარ იხდის მოკლედ რო თქვა რა და მე რო ყველას უკვე ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე რომ აი მე აინეტარა დაემართა კაცო ესე კარგად იყო რაღაცა და აგერ სესხი აიღო დაიწყო საქმე პირიქით უკეთესად მოყოფილიყო ან რაღაცაში ჩადო ხო და საბოლოო ჯამში გამოდის რომ ადამიანის გონებას ტვინს ადრეც მისაუბრია ამაზე უბრალოდ დღეს რაღაც სხვა თემას მინდა მივავა ადამიანის გონებას ადამიანს არასოდეს არ უნდა ფულის გადახდა ესე ნუ რაღაცა შინაგანად არ უნდა რაღაცაში ფულის გადახდა კი ბევრი არის ვინც ხარჯავს მაგრამ ნახეთ ხარჯვის მანია ვისაც აქვს ესეც კიდე სხვა თემაა აქაც ფსიქოლოგიაა ჩარეული ეს არის შიში ფულის სახში შენახვის და ეს აუცილებლად მოდის წარსულიდან როდესაც რაღაცა ცუდი მოხდა მის წინაპრების ცხოვრებაში ან მის ცხოვრებაში რომელიც ფულს უკავშირდებოდა რომელიც სახში იყო ეს სხვა თემაა ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა როცა ეს აქ რა ქვია რაღაც გადაჭარბებული სურვილი აქ ადამიანს უჩქარა ხარჯვის ფული სახში არ გააჩეროს მე ვლაპარაკობ იმ შემთხვევაში როდესაც უკვე მით უმეტეს როდესაც უკვე მიღებულია პროდუქტი ანუ განვადებაა ეს თუ სესხია ვალია თუ რაც არის ხმა ისმის ნეტა ნორმალურად გოგოებო ხმა ისმის დაწერეთ რა ხო და საუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც უკვე მიღებული აქვს ადამიანის პროდუქტი ამ შემთხვევაში ის მიიღო უკვე აქვს და აღარ უნდა ფულის გადახდა რა მოკლედ ქვეცნობიერად აღარ უნდა ფულის გადახდა ამაში და რა ხდება მე ხდება ის რომ თავის დაუნებურად იბლოკავს იმ შემოსავლის წყაროებს რომელთაც ეს თანხა უნდა გადაეხადა ეს ძალიან ხშირად ხდება და შესაბამისად მე ის რაღაცა ის იმედიც ქონდა რომ აი ამით უნდა გადავიხადო, იმით უნდა გადავიხადო, ეს რაღაცები იკეტება, იმიტომ რომ მას აქ ჩვენ ყველას როგორ დამოკიდებული ვინ აბობს ახლა რაღაც რომ ან გადასახადების სახში რომ მოდის მაგალითად ან ბანკის შეტანის დრო რომ მოდის სესხის ან განვადების ან რაღაც ვინ აბობს და რა მაგარია ახლა სესხი უნდა შევიწვა, აუ რა მაგარია განვადება უნდა გადავიხადო და აუ გადასახადები რა კარგია კაცო რომ მოვიდა ასე არავინ არ ფიქრობთ ხო? ფიქრობთ აუ კიდე შესატანია. აუ ამ გადასახად რამდენი მოდის ეს გადასახადები. ნუ დახარჯავ ამდენს და არ მოვა ამდენი. და ამ დროს სინამდვილეში დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი რომ რა კარგია რომ მაქვს ფული რომ ამდენი ელექტროენერგია მოვიხმარო. რა კარგია რომ მაქვს შესაძლებლობა რომ შხაპი მივიღო დილას აღამოს თუ ასე შემდეგ როგორც არის. უი შხაპზე კაი რაღაცას გეტყვით მე. და შესაბამისად დამოკიდებულება უნდა იყოს ესეთი რა კარგია რომ მე ეს მაქვს და არა ის რომ რა ცუდია რომ ეს უნდა გავიღო ან ხო ხვდებით რა კარგია რომ მე ეს მაქვს ეს არის სხვანაირი შინაგანი მდგომარეობა და სხვანაირი ენერგეტიკა აუ რა ცუდია რომ ესეც უნდა გადავიხადო ახლა კიდევ ეს სხვანაირი მდგომარეობაა ხო ერთი არის სიღარიბის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიის რანგიდან მეორე სიმდიდრის ფსიქოლოგიის რანგიდან თუნდაც თქვენ არ იყოთ მდიდარი და რატომ გამახსენდა ერთი შემთხვევა გამახსენდა დილას და იმიტომ ვიფიქრე ამის მოყოლა ერთმა გოგომ იყიდა რაღაც კურსი უბრალოდ ესეთი მაგალითი არ ყოფილი ხოლმე ხა ჩემებზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარ სახელი და გვარის გარშე არც ვიცი სახელი და გვარი არ მახსოვს და
ძალიან მთხოვა რომ აი ძალიან ჭირდება ეს და რაღაცა მინიმალური რაღაც ფასდაკლებით, მე მინიმალური რაღაცეებით, იმიტომ რომ ვიცი რომ ჯობს გადაიხადოს რაღაცა მაინც ადამიანმა რომ შედეგი მიიღოს, სხვანაირად არ ხდება ეს ენერგეტიკული ცვლა და უკარგავი შედეგს აჩირა მიიღო და მოკლედ ხო და ცოტა ხანში რაღაცა მოკლედ პირველი ნაწილი დავამთავრეო და მეორეც გამომიგზავნეო, გაუგზავნე მეორეს და მე ვწერო ეს კურსი ვარიო სრულიად უსარგებლოა. ხო და ნუ მე გამეცინა იმიტომ რომ ახლა ყველაფერი შეიძლება დამაბრალო უსარგებლოა ნამდვილად ვერ იტყვი მით უმეტეს კურსი და მით უმეტეს ფასიანი. ხო და ნუ მე აუხსენი რომ იცი რა მეთქი ეთყობა თქვენ ფეცნობიერს მეთქი არ უნდა ეს ცვლილებები არ არის მზად ამისთვის და კურსს ნუ დააბრალეთ მეთქი უბრალოდ შეეცადეთ კიდევ თავიდან გაიაროთ ან თქვენ თავს რაღაცა შეუთანხმდით ამ თემაზე რომ მოდი რა ცოტა შევცვალოთ რაღაცა მაინც არა ნუ ეს ნუ არა კატეგორიულად არა უსარგებლოა აი რა თქვა უსარგებლოა ხო და მე რამდენიმე დღის მერე რაღაც ჩანაწერებს ვნახულობდი ჩემსას და როდესაც ნაწილ-ნაწილი ხდის ადამიანი არასოდეს არ ამას არ ვიმახსოვრებ სპეციალურად მაგრამ რაღაც ჩანაწერები მაგრამ ხანდახან გადავხედავ ხოლმე ხო და რაღაცაზე არის რაღაცას ვეძებდი და ამ გოგოს სახელი და გვარი მომხვდა არც მახსოვდა ეს ჩვენი შეთანხმება არც როგორი ხდიდა რას ხდიდა გადახდილი ქონდა და აღმოჩნდა რომ ქონდა რაღაცა გადახდილი და კიდე ქონდა გადასახდელი ასე ვთქვათ და ახან ეს მიიღო უკვე ხო ორივე ნაწილი თვითონ ქონდა და სხვათა სანამ ვფიქრობდი რომ მას რაღაც შინაგანი წინააღმდეგობები ალაპარაკებ და კურსი არ დამიხურავს იმიტომ რომ ვიფიქრო რომ მოусმინოს მეთქი შეიძლება მე ნელა გაეხსნას და ნელა მიხვდეს იმიტომ რომ აშკარად სამუშაო ადამიანს ხო ცოდვა ხო და მე რომ ნახე მე კი გავბრაზდი უკვე რომ ანუ ადამიანმა იმიტომ თქვა ეს ყველაფერი და იმიტომ გამოაცხადა კურსი არ უსარგებლო რომ მას ქონდა კიდევ გადასახდელი თუ უსარგებლო იყო კურსი მაშინ მეორე ნაწილს რაღაც მაგზავნა რატომ მოусმინე ამ 12 გაკვეთილს და რაღაცა უსმენ მეორე 12-ს მაშინ თუ უსარგებლოა ხო ხო და აი ეს არის ის რა თქმა უნდა თვითონ მას ვერაცნობიერებ და ანუ ამაზე არ ამგონია სპეციალურად ეფიქრა ყოველ შემთხვევაში თუმცა არ ვიცი შეიძლება ვიფიქრე კიდეც უბრალოდ აი ამ შემთხვევაში მიღებული პროდუქტზე ფულის გადახდის მაგალითია რა როცა პროდუქტი მიღებული იყო და ფულის გადახდა აღარ გვინდა ეს არის აბსოლუტურად ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა რომელსაც ხშირად ვერ ვაკონტროლებთ და ხშირად არ ვფიქრობთ ამაზე რომ რატო აღარ ამახავს გადასახდელი ფული რომ მქონდა როცა სესხი ავიღო ვიცოდი რომ შემეწო გადამეხადა ხო და ყველაზე კარგი ფორმულა ასე ვთქვათ ამისი არის მე ვარ დიდართ მე ვარ ღარიბი თქვი შესავალში დავწერე და ერთი რომ ვიხდით სიამოვნებით და მადლიერებით რა კარგია რომ აქვს და ვიხდი და მეორე შეგიძლიათ ამას დააყოლოთ და გაამყაროთ რომ რა კარგია რომ დიდარი ვარ ნახეთ აუცილებლად ვიღაცასთან შედარებით თქვენ ხართ მდიდარი აუცილებლად ვიღაცასთან შედარებით თქვენ ხართ მდიდარი ვიღაცასთან შედარებით ხართ ღარიბი ნახეთ ახლა როგორ არის თქვენ რას დააფიქსირებთ რომელ პოზიციას რომ ვიღაცასთან შედარებით მდიდარი ვარო თუ ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვარო ეს მარტო თქვენზეა დამოკიდებული ხო და მაინც ფიქრობთ და მაინც ფიქრობთ თქვენ ტვინი რაღაცებს და აწ იმის შეგრძნება სული რა ღარიბი ვარო და ძლივს გადავიხადაო რა კარგია რომ მდიდარი ვარ და რა კარგია რომ გადავიხადაო ნამდვილად ჯობია ეს არ არის თავის მოტყუება ისიც თავის მოტყუება ამას რომ მე ღარიბი ვარო თქვენ თუ ახლა Facebook-ში ხართ თქვენ თუ გაქვთ ფული რომ გადაიხადო გაქვთ ტელეფონი თქვენ გაქვთ ფული რომ გადაიხადოთ ელექტროენერგიის თქვენ გაქვთ ფული რომ იყიდოთ ინტერნეტი გაქვთ შესაძლებლობა რომ გქონდეთ დაუშვათ ვალი გაქვთ განმადება გაქვთ რაც გაქვთ იმას ხო იხდით ხო მაშინ თქვენ არ ხართ ღარიბი ეს არ არის სიღარიბე ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით რა არის სიღარიბე რეალურად ნამდვილი სიღარიბე რაც არის და ნამდვილი სიღარიბე სადაც არის ისინი მე არ მისმენენ ახლა ამიტომ თქვენ ღარიბი ნამდვილად არ ხართ და ესეც თავის მოტყუებაა და შესაბამისად შეგიძლიათ თუ მაინც თავიდან მოიტყუოთ მაშინ მოიტყუოთ რომ მდიდარი ვართ ხო თუ მოტყუებაზე ელაპარაკეთ თუმცა ეს არ არის მოტყუება შეფარდებითია ყველაფერი და არსებობს პარალელური რეალობები ასე ვთქვათ რომლებზეც სხვა დროს ვილაპარაკებ ახლა გრძელი თემაა და აი ეს მინდო და მე თქვა და ბოლოს დავასრულებ რითი გეტყვით ახლა ჯერ ერთი ამბავი გამახსენდა ახლა ნორბეკოვის ტრენინგებს რო გავდიოდით ერთი კაცი დადიოდა სულ მახსენდება ხოლმე ეს ამბავი მე არ შევსწრებდი მაგრამ ხათუნა მოგვიყვა მე მუზაშვილმა რომ ეს რა ესე როდესაც ვარჯიშები იყო და რომ ვარჯიშობდნენ მე რომ ვინც არის ბანდა ხოლმე ხშირად ძალიან დოფლისუნი დგებოდა მთელ დარბაზში და
მერე დავალებებს ვაგროვ ხოლმე დილას აღამოს შხაპიო ეს როგორც ტრენინგის შემადგენელი ნაწილი. ხო და ვიღაც კაცს მე იკითხავ ერთხელ რომ კი მაგრამ დილას აღამოს ჭყუმპალავებაო როდემდე გვაქვს დანიშნული. ხო და ეხა თქვენ თუ ესეთი აზრი გაგიშთათ ეს დილას აღამოს სწორი ფიქრები როდემდე გვაქვს დანიშნულიო როდემდე გვინდაო რომ გქონდესო. გეტყვით შეგიძლიათ არ გქონდეთ ეს არ არის სავალდებულო ეს არის არჩევანი თქვენ აირჩიეთ როგორი ფიქრები თქვენება იტყუმპალავთ დილას აღამოს არ იტყუმპალავთ ასე ვთქვათ ჭყალებში გექნებათ კარგი ფიქრები თუ არ გექნებათ ეს მარტო თქვენი გადასაწყვეტია ოღონდ თუ არ იტყუმპალავთ მე იმაზე მივიწვევთ რატო ჭუჭყინი და რატო მაგოფლის უნიო ანუ თუ არის მიაქცევთ თქვენ აზრებს ყურადღებას მე ნუ გაიწუწუნებთ რატომ არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაშიო დღეს ეს ვიწუწუნე ხვალ ვიწუწუნე ზე ვიწუწუნე მასე ვიწუწუნე და ვიწუწუნე და დავაგროვე ეს წუწუნები მოკლედ და შედგება ჩემი ცხოვრება ამ წუწუნების შედეგისგან და მე ვამბობ რატო არ არის საჭირო მეგობრებო არაფერს არ გაძლევთ უბრალოდ ნუ ამასაც თავისი პლუსები აქვს რა თქმა უნდა თავის სარგებელი აქვს მოაქციეთ ყურადღება მე ესეთი ვარ სადაც ნუ მოკლედ ქვევიდან მოდის ყველაფერი შიგნიდან ამიტომ ვისაც გინდათ რომ სიღარიბის ფსიქოლოგიიდან გადახვიდეთ საკმარისობის ფსიქოლოგიაში, ხო? შეიძლება სიმდიდრის არა, მაგრამ საკმარისობის ფსიქოლოგიაში მაინც და ესე ძალიან კარგია. შესაბამისად, თქვენ გაქვთ შანსი კიდევ, იმიტომ რომ მე გავაგრძელე ეს შეთავაზება 24 ნაბიჯის ენერგეტიკული წმენდების თემაზე, სადაც თქვენი უამრავი ნეგატივის განჩენები, სიღარიბის შიში, სიმდიდრის შიში, სერიოზული შიში, სიღარიბის შიში უფრო უარი სიმდიდრის შიში. წარუმატებლობის შიში ცუდია, წარმატების შიში კიდევ უფრო ცუდია. ამ შიშებისგან თავისუფლდებით. დანაშაულის გზნობიდან, მსხვერპლობისგან, ნაბიჯის გადადგმის შიშისგან, საბოლოო შედეგის შიშისგან, ძალიან ბევრი შიშებისგან თავისუფლდებით და პლუს ამ მეთოდს რომ ისწავლით, მე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენს პრობლემას მოარგოთ და გააკეთოთ ეს ენერგეტიკული წმენდები. ამაზე იცით ალბათ ბევრმა რომ გამქონდა გამოცხადებული ეს აქცია, რომ არის დიდი ფასდაკლებით, მაგრამ პლუს ვისაც ამის საშუალებაც არ აქვს, მეუბნებრო თქვენ გითხარით რას გადაიხდით. ოღონდ მე მწერდნენ რომ ჩვენ გვერიდებაო თქმა ჩვენი ფასისო და ნუ ამიტომ დავამატე ესეთ ფორმულირება რომ ისეთი ფასი მითხარი რომლისმაც არ შეგწყვება და როდის შეგწყვება იცი როცა შეგიძლია გადაიხადო ამდენი და მეუბნები ამდენს იმიტომ რომ გაჩნდა ამის შანსი ხო მე არაფერი არ დამოკლდება ამით მართლა არ დამოკლდება არაფერი უბრალოდ თქვენ შეგაწუხებთ მე სიმპისი ამიტომ თქვით იმდენი რამდენსაც თვლით ღირსეულად რომ აი მე ამის გადახდა შემიძლია და ნუ ამ კურსს მივიღებ ამ ფასად და მათ მართლა სიმპისი არ შეგაწუხებთ და დანაშაულის გზნობა არ გეკნებათ არ გვინდა დანაშაულის გზნობების გაღვივება იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზნობა რომელიც იზიდავს მე სასჯელებს ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს გავაგრძელო ეს აქცია ოღონდ ეს საერთოდ არის იქნება პერსონალიზირებული აქცია რამდენიმე ხანს გაგრძელდება ოღონდ რა ფორმით ვისაც უკვე გადაწყვეტილი ვინც მიიღო ეს ინფორმაცია 48 საათის განმავლობაში თუ მიიღოს გადაწყვეტილებას და შეიძენ სწორედ მე მისთვის ეს აქცია მთავრდება სამაგეროთ იწყება მოთვის ვისაც ჯერ არ უნახავს ეს აქცია იმიტომ რომ ხა 48 საათი მე ვამბობ და ვიღაცა საერთოდ არ უნახავს ამ 48 საათში და ანუ მასაც უნდა ვიცი ჩანსი და კიდევ თუ მეგობარ შეუძენთ ამ კურსს დაუშვათ ვისაც უკვე გავლილი აქვს და იციან თქვენთვისაც იქნება იგივე ასეთი აქცია შეუძინეთ მეგობარს და გააკეთეთ ძალიან დიდ სიკეთის გაუკეთეთ მეგობარს ოღონდ ისეც ვისაც ნამდვილად ჭირდება ხო ვისაც არ უნდათ ცვლილებები და სულ რაღაც იცით რომ მაინც არ გამოიყენებთ რა აზრი აქვს მაშინ რატომ უნდა აჩუქოთ მოკლედ კიდევ ერთხელ ამ აქციის პირობები არის ასეთი რომ აზიარებთ ვიდეოს გნებავთ ამ ვიდეოს გნებავთ გუშინ წინდელ თემის წინდელ ვიდეოს სადაც ამაზე ვისაუბრე გნებავთ პოსტს რომელშიც ამაზე ვწერე რასაც გინდათ აზიარებთ ჩამიგდებთ სკრინს და თქვენ გაქვთ დიდი ფასდაკლება და ამავე დროს ამ ფასდაკლებიდან კიდევ თქვენ რამდენის გადახდის შესაძლებლობაც გაქვთ და გასაკვირია კიდევ ერთხელ აი ისევ და ისევ მტკიცდება ის რომ როცა ადამიანს არ უნდა ცვლილებები შინაგანად რაც გინდა ის შესთავაზე ბევრმა შეიძინა, ბევრმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ძალიან მიხარია, მაგრამ ბევრმა არ გამოიყენა. მოიწერა, მიიღო პასუხი და მე გაჩვენდა ისევ. ანუ ამაზე უკეთეს შეთავაზება თუ ადამიანს ადგილიდან დაძვრა უნდა და ცვლილებოდა 24 გაკვეთილი ენერგეტიკული წმენდების. ყველა ნეგატივისგან წმენდა რაც კი არსებობს. პლუს თუ რამე კიდე თქვენ განსხვავებული ნეგატივები გაქვთ, იმის ფორმულა გაქვთ, როგორ გაიწმინდოთ. მე ქმნით თქვენი კეთილდღეობის ბაღს.
თქვენ კურსი არის 24 ნაბიჯის სიმდიდრის და კეთილდღეობისკენ. მე ქმნით თქვენს ახალ მეს, მე ამ ყველაფერს ამყარებთ და ეს ტექნიკა გააქვთ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ და ნებისმიერ სიტუაციაში გაიწმინდოთ იმ ნეგატიური ენერგიისგან, რაც ხელს გიშლით რაღაცის გაკეთებაში. ტკივილისგან, ყველაფრისგან შეგიძლიათ გაიწმინდოთ. ანუ და აი ამას რომ მიიღებს შეთავაზებას ადამიანი და მე გაჩუმდება იცით ძალიან დიდი ბოდიში ხდი ნამდვილად არ ვაკეთებ ეს რაღაცებს, მაგრამ მე ასეთ ადამიანებს შეთავაზებებს აღარ გავუგზავნი. დიდი ბოდიშის მოხდით, იმიტომ რომ ამ გაგზავნას ასობით ადამიანს ვიგზავნით და ვუგზავნი ხელით და პირადში ველაპარაკები ყველას და უპასუხობ ყველას კითხვებზე, ზოგს 1000 კითხვა აქვს და 1000-ვე კითხვას უპასუხობ რომ მიიღოს გადაწყვეტილება და მე ზოგჯერ რაღაცა შეთავაზებას გავუგზავნი და ნუ მადლობასაც არ გეუბნება ზოგი, კარგია ხა უმრავლესმა მადლობას მაინც იხდის, ეგეც კარგია. და მადლობაზე არ არის რა, უბრალოდ მეც ჩემი დრო და შრომა მედანება მეგობრებო, ამიტომ მე შეთავაზება ზუსტად იმათთვის გავაკეთე, ვინც დიდი ხანია ფიქრობს და ვერ დაიძრა ადგილიდან და როდესაც შენ შესაძლებლობების გამოყენება არ გინდა, რაც უნდა ის შემოგთავაზონ, ხო? და ეხლა შეგიძლიათ უბრალოდ დატესტოთ თქვენ თავზე, გადაფიქრდეთ, სად ჩდება შესაძლებლობები და სად კარგავთ თქვენ ამ შესაძლებლობებს. რაღაცა ამის გამო, რაღაც მოგონილი მიზეზები გამოკლეთ რა რაღაც რა ვიცი რაღაცის გამო შეიძლება დაკარგოთ შესაძლებლობა მარტო ეს არა ზოგადად შესაძლებლობებზე ვლაპარაკობ ახლა მე უნდა ვისწავლოთ შესაძლებლობების გამოყენება გაძლევენ აიღე გირწყავენ გაიქეცი კარგით მოკლედ წავედი ახლა მე თქვენ არჩიეთ სიმძიმე თუ სიღარიბე მე ვარ ღარიბით მე ვარ მდიდარი და თუ გჭირდებათ დახმარება კიდევ აგერ არის კურსი და გაიარეთ ამ კურსმა თავის დროზე ჩემ ცხოვრებაში სერიოზული კურსმა არა ანუ წმენდების გამოყენებამ და კიდევ იმითია ძალიან კარგი რომ შეგიძლიათ სხვა ადამიანს ეს ძალიან იშვიათია ესეთი მეთოდიკა რომელზეც შეგიძლიათ სხვა ადამიანსაც დაეხმაროთ ხო და ამაში არის რაღაც გარკვეული მიდგომა ისეთი თქვენი პოზიციიდან გამომდინარე შეგიძლიათ სხვა ადამიანსაც დაეხმაროთ რაღაც გარკვეული დოზით რა თქმა უნდა და ეს იყო საგვარეულო მდე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურსი აი ეს ორი კურსი იყო საგვარეულო და ეს რომელმაც ანუ აი ძალიან ესეთი შედეგი შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში კურსი კიდე თემა რომელზეც მუშაობ თემა რომელზეც უმეში ჯერის წმენდების პრაქტიკები ვისწავლე მე საგვარეულო გავიარე ძალიან ბევრ ადამიანთან ბევრ ტრენერთან და ეს ორი თემა იყო რომელმაც სერიოზული შედეგები ანუ ყველაფერი რაც გამივიდა ყველაფერმა შედეგი მომცა მაგრამ ეს იყო რომელიც აი ძალიან სერიოზული შედეგები იყო ფინანსური ჭერის აწევის თვალსაზრისით და რაღაც შინაგანი გათავისუფლების თვალსაზრისით იმითი რომ ფასის თქმა შევძელი ადვილად ჩემი პროდუქტზე ლაპარაკი შევძელი ადვილად გახმოვანება სამყაროს წინაშე რომ მე ამას ვაკეთებ და ამაზე საუბარი შევძელი თავისუფლად და ასე შემდეგ ისე რომ ნება თქვენია გინდათ იარეთ დილას აღამოს გაჭყუმპალავებულებმა, გინდათ ნუიულით, გინდათ იფიქრებთ პოზიტიურად, გინდათ მოიფიქრებთ. ვისთვისაც არის ეს შეთავაზება, ის მიიღებს, ის გაიგებს და გამოიყენებს. ვისაც არ არის და არ არის. ჯერ არ არის დრო, ეთქო ყოველთვის თავის დრო. წავედი ახლა მე ბედნიერ დროს გისურვებთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ შესაძლებლობების გამოყენების უნარს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი უნარი ალბათ რაც კი შეიძლება გქონდეს შესაძლებლობის გამოყენება იგულისხმობს გაბედულებასაც, გადაწყვეტილების მიღების უნარსაც, ნეგატივიდან გამოსვლასაც და ყველაფერს გულისხმობს რა მე ვიყენებ შესაძლებლობებს. ესეც შეგიძლიათ აფირმაციად გაიხადოთ. მე ყოველთვის ვიყენებ შესაძლებლობებს, რომელსაც მიგზავნის სამყარო. და ესეც დაგეხმარებათ. აბა, მომავალ შეხვედრამდე ბედნიერად.